ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, გადავწყვიტეთ, რომ ვისაუბროთ ფსიქოლოგებთან დაკავშირებულ და ფსიქოლოგის სერვისთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე, რომელიც შესაძლოა ისეთი გავრცელებული უკვე აღარ არის ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღებს ამ მომსახურებას, მაგრამ მაინც დარჩენილია რაღაცა სკეპტიციზმი და ძალიან პროფესიონალ ადამიანთან ერთად, თეა გველესიანთან ერთად შევეცდებით, რომ აი ამ წუხილებს, ადამიანების წუხილებს უპასუხოთ და გამოვარკვევთ მტყუარ მართალს. ქალბატონი თეა არის ფსიქოლოგიის დოქტორი, ჯიპას ასოცირებული პროფესორი, სოციალური უნარების ტრენერ-კონსულტანტი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი და მისი ინფორმაცია და მისი ცოდნა ნამდვილად სანდოა. თეა, გამარჯობა, მიხარია რომ ხარ ჩვენი პოდკასტის სტუმარი და მინდა რომ ორივე ვისიამოვნოთ დღევანდელი საუბრით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. კითხვები, ჩაკითხვები, სამი სტერეოტიპი შევარჩიეთ, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი მომცველობითი ფრაზები გვაქვს და იმედი მაქვს რომ კარგი საუბარი გამოგვივა. იმედი მაქვს. ამოიღე. რა მინდა ფსიქოლოგთან გიჟი ხო არ ვარ. ხო ეს მე მგონი რაღაც ცოტა შეიძლება გაფერფრთალდა ეს სტერეოტიპი, თუმცა მაინც არსებობს ჯერ კიდევ. ხო, და თითქოს ყველაზე უფრო გავრცელებულიც არის. ყველაზე უფრო გავრცელებულიც არის, ხო. რომ რაღაც ზოგი უფრო იუმორით, ზოგი შიშნარები, მაგრამ ხო, ამ დამოკიდებულებით რომ ფსიქოლოგთან მისვლა ნიშნავს რომ რაღაც ესე იგი სერიოზული პრობლემა გაქვს, ხო. თუმცა ესე არ არის სინამდვილეში. და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პრინციპში ალბათ რახან გიჟიარვარზე ამას პასუხობთ კლინიკური ფსიქოლოგიის შემთხვევაში, ანუ ფსიქოთერაპევტებს, რასაც ეძახიან საზოგადოებაში, ხო? აქ როდის გვჭირდება მისი მომსახურება და გვჭირდება მაშინ, როდესაც შეიძლება სულაც რამე სერიოზული პრობლემაც არ იყოს, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ვერ-ვერევით დამოუკიდებლად რომ გადავხარშოთ ანუ რომელზეც უფრო ხშირად მეფიქრება, ვთქვათ, ან აკვიატებული მაქვს და ყოველდღიურ ფუნქციონირებაში მიშლის ხელს ნამდვილად კარგი მომსახურება, ასე ვთქვათ, რომ პროფესიონალთან მივიდე, რომელიც პრობლემას კი არ მიგვარებს, მაგრამ დამეხმარება, რომ ეს რაღაც ჩემი ცხოვრებისეული სირთულე, რთული პერიოდი, ვთქვათ, ხო? გადამალახიოს უფრო სწრაფად, უფრო უმტკივნეულოდ, მალე დაუბრუნდე, თქვათ, ჩემ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნას. ხო, აი ამას ემსახურება პრინციპში და მე მგონი ესე უნდა შევხედოთ, რომ ერთგვარი ფუფუნებაც კი არის, რომ საკუთარ თავს ფუფუნებას ეხლა ადამიანის მატერიალურს არ უკავშირებ, ცხადია. კულტურას ვიტყვი, კაი. კულტურა, რომ თუ კი მე რაღაც შეიძლება დისკომფორტი მქონდეს, პრობლემა მქონდეს და ხვდები რომ ამას დამოუკიდებლად ვერ-ვერევი, როგორც ვთქვათ, კბილი თუ მტკივა და მივდივარ კბილის ექიმთან, რაღაც თუ მაწუხებს მივდივარ ექიმთან, ეს შინაგანათაც თუ აი ამ დისკომფორტს, დისჰარმონიას გრძნობ, მივიდე ფსიქოთერაპევტთან მინიმუმ იმიტომ რაღაც დამაკვალიანოს რჩევები მომცეს ნაკლები არ არის, ან თვითონ მოაგვაროს ჩემი პრობლემა, არც ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ ამას არ აკეთებს ფსიქოთერაპევტი. ფსიქოთერაპევტი არის გვეხმარება დავიბრუნოთ აი ეს ჰარმონია საკუთარ თავთან. ეხლა რასაც არ უნდა ნიშნავდეს ის ყველა სხვადასხვა მეთოდით მუშაობს, ცხადია, ყველას შეიძლება სხვადასხვა ტიპის სირთულის პრობლემა ჰქონდეს ან რთული პერიოდი ცხოვრებაში. მაგრამ რა ვიცი, მე მგონი რაღაცა კულტურა კვიდრდება. მე მგონია რომ კვიდრდება უკვე კულტურა ჩვენთანაც, რომ თუ თავს არ გრძნობ კარგად, შეგიძლია რომ მიხვიდე ფსიქოთერაპევტთან. კი, ნამდვილად. ხო, ისე რომ არ ჩათვალო, არც შენ და არც გარშემოყოფებმა რომ გიჟი ხარ, ნამდვილად არა ხარ. ხო. აი, ნამდვილად ძალიან ბევრი ადამიანი, ასე ვთქვათ, მიმართავს უკვე სპეციალისტს და გადის თერაპიას. თუმცა ეს მოსაზრება იმ კატეგორიის ადამიანებში არის ხოლმე გავრცელებული, ვინც საერთოდ ვერ იაზრებს, რომ მას შეიძლება ჰქონდეს რაიმე პრობლემა. და მაინდა-მაინც რაღაცნაირად მოკეთ თუ გიჟი ხარ, აი მაგ დროს უნდა მიმართო და სამდვილეში აი უკეთ გითხარი რა დროს შეიძლება რომ ჩვენ გვჭირდებოდეს, როგორ შეიძლება რომ მივხვდეთ რომ გვჭირდება თუნდაც ფსიქოლოგთან
კონსულტაცია, მასთან მისვლა თერაპიებზე ხანგრძლივად, რა ვიცი, რაღაც პერიოდით თუ ასე შემდეგ. ანუ აი წერა რასაც ვამბობდი, თუ კი რაღაცა ისეთი ხდება ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ ვერევი და ჩვენ კარგად ვართ მოწყობილები ბუნებრივად, რომ ბევრი თავდაცვის მექანიზმები გვაქვს და ავტომატურად რაღაც ყოველდღიური სტრესი იქნება, თუ რა ვერევით კარგად, ამ სწორედ თავდაცვის მექანიზმის საშუალებით. მაგრამ თუ თქვათ რაღაცა არის ან არ ვიცი, რაღაც ისეთი ხდება ჩვენს ცხოვრებაში, შეიძლება სამსახურიდან გამოგვიშვეს ან არ უნდა მეცინებოდეს ალბათ ამაზე სერიოზული პრობლემაა ეს, განსაკუთრებით იქ, სადაც სამსახური არის პრობლემა თავისთავად დროიშოვა, ან შეიძლება რაღაც ახლობელი ადამიანის სიკვდილი, არ მინდა ეხლა ძალიან დრამატული გავხადო, მაგრამ დეპრესია შეიძლება კონდეს ადამიანს, ხო? ანუ ხდება, რომ ნორმალურ ფუნქციონირებას ვერ ახერხებს. აი, სიმპტომი ალბათ ეს არის. ჯერ ერთი ის, რომ დისკომფორტი გაქვს რაღაც, ანუ ვერ ხარ მშვიდად, იქ სადაც უნდა იყო მშვიდად, შფოთავ თქვათ, ხო? აი შფოთვები. შფოთვები, ის რაც აი ჩვეულებრივ ფუნქციონირებაში გიშლის ხელს და ამას ვერ ერევა ადამიანი, აი აქ ჩარევა და დახმარება ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის. და საჭიროც არის. ხო, იმიტომ რომ კიდევ უფრო არ გავაღრმავოთ ეს პრობლემა. ხო, იმიტომ რომ თუ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას, ამას შეიძლება კიდევ უფრო გართულოს. ხო. აი ეს. აი შენს პრაქტიკაში თუ გქონია რამე საინტერესო მოვლენა, თუნდაც ამ თემასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა დიდხნიანი, რაღაც ლოდინის შემდეგ გადაწყვიტეს მოვიდნენ, ან გსმენია ვთქვათ პაციენტისგან თუნდაც რომ დიდხანს ფიქრობდნენ. რამე აი ეხა დავიწყებ იქიდან რომ ფსიქოლოგობა არ ნიშნავს მანდამაიც რომ ხარ კლინიკური ფსიქოლოგი, სხვადასხვა მიმართულება აქვს ფსიქოლოგიას, ისევე როგორც ექიმებს აქვთ, ხო, სტომატოლოგია ვთქვათ, ვიღაც ის რა ვიცი, გუსის ძაღლთა დაავადებებს კურნალობს და შემდეგ ასევე არის ფსიქოლოგიც. ფსიქოლოგი არის, ანუ კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა ფსიქოლოგი, სოციალური და შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგი, რომელიც შრომით ურთიერთობებს, ასე ვთქვათ, შრომით ურთიერთობებში აი ამ ადამიანებს შორის ურთიერთობას ორგანიზაციული ფაქტორების გავლენას და ასე შემდეგ ანალიზებს და პროგნოზს აკეთებს და ეხმარება ადამიანებს. მე ვარ შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგი. არ ვარ მე კლინიკური ფსიქოლოგი, თუმცა ეს გამოცდილებაც მაქვს, იმიტომ რომ გავლილი მაქვს ამ მიმართულებით კურსები და აი CBT არსებობს ერთ-ერთი მეთოდი კოგნიტურ-ბიჰევიორული ქცევის თერაპიის, ასე ვთქვათ, მეთოდი და ეს მაქვს გავლილი და გამოცდილება მაქვს, ვთქვათ, ცოტა ამ მიმართულებით. მაგრამ აი ესე რომ გავიხსენო რომ ვიღაც დიდი ხანი, მაგრამ სმენია ისეთი სტერეოტიპი. აი ერთ-ერთი სტერეოტიპი სწორედ ეგ არის, რომ იგებენ რომ ფსიქოლოგი ხარ, ცალსახად ფსიქოლოგობა უთანაბრდება რომ ხარ კლინიკური ფსიქოლოგი. ამ დროს შეიძლება არ იყო კლინიკური ფსიქოლოგი და სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ შენ შეგიძლია მაგალითად მისი რაც ესეთი პრობლემები მოაგვარო და არც უნდა მივიდეთ ისეთ ფსიქოლოგთან, რომელსაც აი სამედიცინო მიმართულებით, ანუ კლინიკური ფსიქოლოგია არ აქვს გავლილი. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, თუმცა აი ეხლა ჩემ შრომით და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში დღევანდელს ყველაზე აქტუალური გახდა, რომ აი well-being-ს რასაც ეძახიან, კარგად ყოფნას, ხო? იმიტომ რომ ორგანიზაციაში ადამიანები რომ შრომობენ, იქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ჰარმონიაში იყვნენ თავის თავთან, გარშემომყოფებთან და აი დაძაბულ სტრესულ თქვა საქმიან ურთიერთობებში შეეძლოთ კარგად ყოფნა. ხო, აი ესეც არის. აი სამსახური რამდენად გამხდარა ხოლმე ადამიანისთვის, აი ესე იმდენად ძლიერი სტრესის მომტანი, რომ მე როგორ თქვა კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით შეიძლება დააჭერდეთ, ხო? კი, როგორ არა სამსახური არის სტრესული, ესეთიც არის, ხო? აი სტრესული სამსახურები არის განსაკუთრებით, ხო? და დღევანდელ დღეს კიდე ასეთ ცვალებად გარემოში
ადამიანს რაღაცა ახალი უნარების შესწავლა ჭირდება იმისთვის, რომ სულ იყოს, თქვათ, კონკურენტული, თავის საქმეს კარგად აკეთებდეს და დამატებით კიდე ორგანიზაციული ფაქტორები, ხო? თავის საქმეს უნდა კარგად აკეთებდეს, შეიძლება ვადებში ასე ვთქვათ, იყოს მცირე ვადებში უწევს ამ რაღაცის კეთება, განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა. ანუ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვან კვალს ტოვებს, ახდენს და იწვევს სტრესსაც ადამიანისთვის, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, რომ სამსახურში, ორგანიზაციაში აი სტრესის მართვის ტრენინგებსაც კი ატარებენ იმისთვის, რომ თანამშრომლები თავს კარგად გრძნობდნენ და უფრო მეტიც დღევანდელ დღეს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ორგანიზაციები იმაზე ზრუნვას, რომ ეს პირადი ცხოვრება და სამსახურის ბალანსი ადამიანს შეეძლოს კარგად და ამაში ეხმარებიან კიდევაც, რომ პირადი პრობლემები თუ აქვს ადამიანს, თქვათ, ეხმარებიან, იმიტომ რომ მე მან უფრო კარგად კონცენტრაცია შეძლოს თავის საქმეზე, ხო? ამიტომ აი ამაში უკვე მენეჯმენტი ხდება, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თვითონ ორგანიზაციის პასუხისმგებლობაც არის, რომ თავის თანამშრომელი კარგად გრძნობდეს თავს, ხო? და ამიტომ რაღაც გარკვეული ტიპის აქტივობებს ახორციელებენ. აი ერთ-ერთი რაც ვთქვი, ეს არის აი სტრესგამძლეობის ტრენინგები, რომ ადამიანებს, თქვათ, ეს უნარი გამოუმუშავონ, როგორ გადალახონ, თქვათ, სტრესი. თანამედროვე რეალობაში ორგანიზაციები, განსაკუთრებით ისეთი ტიპის ორგანიზაციები, რომლის საქმიანობაც უკავშირდება, თქვათ, სტრესული საქმიანობა, იმათ აქვთ კიდევაც ესეთი მომსახურება ფსიქოლოგის. პირადი ინდივიდუალური სესიები. და თუ კი ადამიანი თანამშრომელი საჭიროებს ამას, აი როგორც ხა ჯერჯერობით დაზღვევაში ეს არ შედის, მაგრამ ეს არის ინიციატივა ხოლმე ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ საქართველოში ვამბობ, თორე ხა სხვა ქვეყნებს სხვა გამოცდილება აქვს და იქ მე მგონი არ ნამდვილად დაზღვევაშიც შედის და ჩვეულებრივ იღებენ ამ მომსახურებას, მაგრამ მე ვიცი რომ საქართველოშიც კომპანიები, რომლებიც სტრესულია მათი საქმიანობა, ისინი ფსიქოთერაპევტის მომსახურებას თავიანთი თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფენ. კი. კი ბატონო. კარგი, მოდი ამოვიღოთ შემდეგი სტერეოტიპი და ასევე საინტერესოდ ვისაუბროთ. მე შინია პირადი ინფორმაციის გაზიარება, ამიტომ ჩემი თავის ფსიქოლოგი მე ვარ. ხო, ესეც საინტერესოა. საინტერესო არის, ეს უკავშირდება უკვე ნდობას ფაქტიურად ფსიქოთერაპევტების მიმართ, რომ გაუზიარონ, ხო, ეს თავისი პრობლემა. ნამდვილად პირადი ინფორმაცია. ხო, ძალიან პირადია ეგ ინფორმაცია, ხო, და ეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ ფსიქოთერაპევტთან, ანუ რასაც ვამბობთ, იქ რჩება და ეს არსად არ გადის ეს ინფორმაცია, ნუ ხა პროფესიონალ ფსიქოთერაპევტზე გულისხმობ ფსიქოლოგები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, კონფიდენციალურია ეს და დაცულიც არის ეს ინფორმაცია. თავარი არის, რომ ვიცოდეთ, რომ ნამდვილად პროფესიონალთან მივდივართ, ხო? კვალიფიკაციის პრობლემა არ უნდა იყოს, თორე აი როგორ შეგვიძლია ხოლმე მოვიწიოთ თუნდაც სპეციალისტის კვალიფიკაცია და როგორ შეგვიძლია რომ დარწმუნებულები ვიყოთ. ესეც ძალიან დიდი პრობლემაა, ხო? მინიმუმ ვიცოდეთ, რომ აი კლინიკური ფსიქოლოგი არის თუ არა, ვთქვათ, უმაღლესი აქვს დამთავრებული. ჩვენთან სერტიფიცირება არ არის ესე, მაგრამ ადამიანები ამ სფეროში მომუშავე ადამიანები მუდმივად კვალიფიკაციაზე ზრუნავენ და სხვა ტიპის ტრენინგებს გადიან. და ეს მათ ასე ვთქვათ CV-ში ყველგან მითითებული აქვს და შეგვიძლია რომ მოვიძიოთ ინფორმაცია იმ სპეციალისტზე, ვისთანაც მივიდეთ. ასევე კომპანიები აწარმოებენ უკვე ამ სერვისის მიწოდებას და კომპანიაზე მოვიძიოთ ინფორმაცია და ეს უფრო სანდოა კიდე, ხო? ეხლა როდესაც ინსტიტუციონალურად ამ ტიპის სერვის ვთქვათ აწვდის კომპანია აქაც პასუხისმგებლობა უფრო მაღალია. ესეც არის. კი. დაზღვევის თვალსაზრისით, მაგრამ ანუ მინიმუმ გავიგოთ, ხო, ვისთან მივდივართ. კი. რაღაცა პირადი კონტაქტებიც შეიძლება. ესეც რა თქმა უნდა. კი, ნამდვილად. კი, ეგ ხო, ნამდვილად. ვისაც გამოცდილი აქვს. ვისაც უკვე გამოცდილება აქვს, ხო, არის კმაყოფილი, მაინც ინდივიდუალურია.
აი ძალიან ინდივიდუალური არის ეგეც, ოღონდ იმ ფსიქოთერაპევტი შეიძლება სპეციალისტიც იყოს, მაგრამ უნდა შედგეს რაღაცნაირად ეს აი კავშირი უნდა დამყარდეს, ხო? იმიტომ რომ ძალიან ესეთ პირად ინფორმაციას უზიარებ და აი როგორც ყველა მეგობარს თქვა არ უყვებით ხო რაღაცა ამბავი როცა გვაქვს. მე მგონი რომ ხო ვიღაცის მიმართ პირიქით გვიყნდა გვიყვარს იმისთვის მოყვა. ხო რაღაც ფსიქოთერაპევტსაც ესე ჭირდება. გარდა იმისა რომ ის პროფესიონალია, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ეგეც პროფესიონალურია რომ იმ ფსიქოთერაპევტი გააკეთებს იმას რომ თქვენ კომფორტულად იგრძნოთ თავი, მაგრამ ხო, აი ესეთი მოლოდინიც უნდა გქონდეს, რომ უნდა მივიდეთ, ნახოთ, გავისაუბროთ, ეს პირველი შეხვედრა მაინც არის ხოლმე. ესეთი სწორედ რომ ნახოთ რა ის შედგა ეს კონტაქტი თუ არ შედგა და ხო მაგრამ ამისთან ნამდვილად ღირს თუ კი ადამიანს ჭირდება ესეთი ტიპის დახმარება ხო კი ეხლა გამიჩნდა ესეთი კითხვა რომ აი შენ როცა თქვათ ჯგუფებთან მუშაობ ხო ორგანიზაციის თქვათ თანამშრომლებთან მუშაობ ახალგაზრდებთან სერვისის დროს რამდენად ჟღერდება ხოლმე პირადი ინფორმაციები თქვათ ჯგუფის წინაშე თუნდაც კი, იცი რა არის? აი ესეთი პირადი მაგალითად, რომელიც უკავშირდება თუნდაც საქმიანობის შესრულებას. აი ვთქვათ, მომსახურების სფეროში ადამიანები, რომლებიც არიან ან განათლების სფეროში, ხო? განათლებაც მომსახურებას ეხება ფაქტიურად. სერვისის მიმწოდებელია, ხო? ისინი ვთქვათ, აი საქმიანობაში ვთქვათ, რომ ბრაზდება, ან რომ ემოციების მართვა უჭირს, ვთქვათ, აი ესეთი ტიპის ვთქვათ, პრობლემებს ასახელებენ კი. ხო, სადაც რა თქმა უნდა, დამსაქმებლის მიმართ რაღაც პრეტენზიებს აჟღერებენ ხოლმე თუ ესეთი არაფერი გვაქვს სამი ეგ მიზანი არ აქვს ხოლმე ჩვენ შეხვედრებს, რომ ეხა ჩივილები იყოს, მაგრამ საქმიანად რომ ვთქვათ, აი საქმიანობაში თუ ეშლებათ ხელი რაღაც შეიძლება ეს იყოს, რომ აი ვთქვათ მენეჯერის მხრიდან უკავშირს ვერ იღებს, ხო? ან შეიძლება მენეჯერის მხრიდან ისეთი კრიტიკა იყოს ნათქვამი, რომ უჭირს მერე თქვათ იმ საქმიანობის უკეთ შესრულება, ან თუნდაც ცვლილების განხორციელება, ხო? ან როგორ ახდენს თქვათ სხვა ადამიანის რაღაცა ტიპის ქცევა მასზე ისეთ გავლენას, რომ მერე თქვათ აი ან ვიღაცამ თქვათ მომხმარებელ გააბრაზა და მე მთელი დღე და გაყვა სახში თქვათ აი ეს შფოთვა და ნერვების ასე ვთქვათ ნერვიულობა ხო და მე ოჯახშიც თქვათ ბავშვებს ვერ დაუთმო საკმარისად დრო იმისთვის რომ თქვათ მათთან ეურთიერთო და იმიტომ რომ გამოყოლილი ეს სამსახურიდან მასზე გავლენა მოახდინა ნეგატიური და ფაქტიურად მთელი დღე გაუფუჭა ვთქვათ ხო ხო აი ესეთი ტიპის ჩივილები კი არის ნამდვილად ხო რომელიც ასევე განხილვის თემა არის ხოლმე და რა თქმა უნდა რომ არის აი ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აი დღეს კიდე ძალიან აქტუალური გახდა ცოტა ეხლა ეს მიმართულებები ეხლა ორგანიზაციულ კონტექსტში ვამბობთ ოჯახის კონტექსტში თუ რა გავს ერთმანეთს ხო უბრალოდ ის ჩარჩო არის ხოლმე სხვა ორგანიზაციაში უფრო ფორმალურია ეს ჩარჩო პირად ცხოვრებაში ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ ხო იქ რაღაც შეზღუდვები გვაქვს უფრო ქცევაზე არ ვარ ქცევაში თავისუფალი თქვა თუ რომელიღაცა კომპანიის წევრი ვარ მაგრამ ხო ჩემ პირად ცხოვრებაში თუ ვიღებ გადაწყვეტილებას მე ვარ იქ პასუხისმგებელი ხო ხო და აი ამ იმის თქმა უნდა რომ ორგანიზაციაში დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა როგორც ორგანიზაციაში ისე პირად ცხოვრებაში ემოციური ინტელექტის კარგად განვითარება ასე ვთქვათ ხო ამაშიც ორგანიზაციები ვთქვათ ეხმარებიან რომ ეს ემოციური ინტელექტი უფრო განვითარდეს ან შერჩევის პროცესში უკვე ზრუნავენ რომ ისეთი თანამშრომლები მიიღონ ვისაც ვთქვათ ემოციური ინტელექტი განვითარებული აქვს და ეს ემოციური ინტელექტის ესეთი მთავარი კომპონენტები რო ავიღოთ აი ერთ-ერთი ის არის რომ საკუთარი ემოციების მართვა უნდა შეგეძლოს ხო და ეს კომპეტენცია ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე ის არის რომ სხვა ადამიანის ემოციების ერთი რომ დანახვა გაგება შეგეძლოს და ემპათიის გამოხატვა აი დღევანდელ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილად არის იმისთვის რომ ადამიანებს შორის ეს ჰარმონიული თანაცხოვრება, მუშაობა იყოს ემპათიის გამოხატვა უნდა შეეძლოს ადამიანს და ესეც ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი კომპონენტია და ეს ძალიან დამხმარე არის.
ხო. კი ბატონო. და ორგანიზაციები ზოგჯერ ეხმარებიან თავენ თანამშრომლებს ამ კომპეტენციის გაზრდაში, ასე ვთქვათ. კი. აი წარმომიდგენია, რომ როცა ასეთ ჯგუფებთან მუშაობ, ალბათ იქ ინდივიდუალურად ადამიანები შესაძლოა შეეხონ საკუთარ ტრამვებს და მიხვდნენ, რომ აი ეს მედეგობა, რომელიც შეიძლება რაღაცის მიმართ არ აქვთ, გამოწვეული არის რაღაცა ტიპის ტრამვისგან, ხო, დასამუშავებელი რაღაცა ტრამვისგან და თუ ქონია ესეთი შემთხვევები, რომ აი ადამიანს რაღაცა ისეთი შთაგონება მიუღია, თქვა სესიებით თუ ასე შემდეგ, შენი სამუშაო პროცესის დროს, რომ მე პირად კონსულტაციამდეც მისულა. ყოფილა ესეთი ფაქტი? აი, უფრო იცი როგორი ყოფილა, სადაც ადამიანმა იცის რაღაც სტრესული გადაიეტანა ცხოვრებაში. თქვათ ორგანიზაციულ კონტექსტში ხო მენეჯერი ყავდა, თქვათ, ან აგრესიული, ან ესე დამთრგუნველი, თქვათ, ხო? ან შეიძლება რამე პირად ცხოვრებაში ქონია და რის გამოც მე ვერ აღწევს, თქვათ, აი ამ პრობლემას, ხო, თავს. აქ უბრალოდ ეხა ესე დიაგნოსტირება იქ არ ხდება თვითონ უშუალოდ ჩვენი ტრენინგების დროს, მაგრამ ყოფილა ესე რომ იქ თქვათ გაუცნობიერებია რომ ხო თუ ფსიქოლოგთან მივა ოღონდ კლინიკურ ფსიქოლოგს გულს ხო კარგი იქნება რომ თქვათ დააღწიოს თავი აი ამ პრობლემას ხო და ეს დახმარება ოღონდ აქაც ვეხებით ხოლმე იმას რომ აი სტერეოტიპი ის რომ ეხა ფსიქოლოგთან რამე და მე ჩემით უნდა ჩემი თავის ფსიქოლოგი მე ვარ ან ეგ სტერეოტიპი მუშაობს ან მეშინია ვთქვათ ინფორმაციის გაზიარება ან თვლი რომ ეხა არაუშავს და დისკომფორტს ჩვეულებრივად ვიღებ და თითქოს ეგუება ადამიანია და არ ეს შეგუება ცუდად ყოფნას ვეგუები მაშინ ამას ნიშნავს რა და რატო? ხო. ცუდად ყოფნასაც ვეგუებით და ხანდახან არის ხოლმე რომ ჩვენი მდგომარეობა ვთქვათ ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოხატული მე ვთქვათ რაიმე ქცევაში გარშემო მყოფებისთვისაც ძალიან მიუღებელია ან ზიანის მიუღება ხო კი ნამდვილად შეიძლება რაღაც არ ვიცი კონფლიქტს იწვევდეს თუნდაც ან აგრესიული ხარ უფრო ან შეიძლება უფრო ჩაკეტილი ხარ და იმ ორგანიზაციაში ხა ისე ორგანიზაციულ კონტექსტს თუ ავიღებთ და ოჯახშიც შეიძლება თქვა ლაღი როცა ხარ უფრო მეტის გაცემად შეგიძლია და მიღებაც და ორგანიზაციაშიც თუ ესეთი პრობლემებით ხარ ხო იქ მიმღებლობა ნაკლები გაქვს იგივე კონფლიქტის წყარო ხარ ჩვეულებრივად ხო და ან ჩაკეტილი ისეთი რომელიც პოტენციალი გაქვს რომ უფრო მეტი შეიძლება გასცე იმ ორგანიზაციის მიზნებისთვის მაგრამ ამას ვერ ახერხებ და ესე დროს ის თვითკმაყოფილებაც არ არის ხოლმე რა და აი ორგანიზაციაში ხა მარტო ორგანიზაციული მიზნები კი არ მიიღწევა არამედ ის ადამიანი ვინც ორგანიზაციულ მიზნებსაც კარგად აღწევს მე თვითონაც კმაყოფილება აქვს ანუ მოგება არის ეს ხო რომ თავდაჯერება მეტია წარმატებული ხარ ხო და ამას კიდე სხვა ადამიანები აფასებენ აღიარებენ და ეს კიდე უფრო იწვევს მე მოტივაციას რომ კიდე უფრო მეტი გააკეთო და ის პოტენციალი რაც აქვს ადამიანს ის პოტენციალი ბოლომდე ვთქვათ აამუშაოს ხო და სხვა შემთხვევაში კიდე ისეთი ჩები გულგრილიც კი მოვლენების მიმართ და არ გაინტერესებს ხო შეიძლება იყოს ადამიანი ორგანიზაციაში რაღაცა მიზანი არსებობდეს ყველა ენთუზიაზმით იყოს ჩართული მაგრამ ეს ადამიანი იყოს ვთქვათ ხო გარიყული აი ხა მახსენდება რომ სულ პირველად როდესაც თერაპიაზე მივედი ფსიქოლოგთან, რაღაც პირად ცხოვრებაში მოხდა ესეთი ფაქტი, რომელმაც ძალიან მაგრად ჩამაჭირა რა. აი გრძნობდი, რომ უბრალოდ ჩემით ვერ გავთავისუფლდებოდი იმ შეგრძნებებისგან. ხვდებოდი იმას, რომ რაღაცა ძალიან ისეთებს შეეხო, ისეთ ტრაუმულ რაღაცებს შეეხო ეს ძლიერი ემოციები, რომ აი ზედაპირზე ამოყარა ძალიან ბევრი რაღაც რა და აი მაშინ მაგან მიბიძგა რომ მივსულიყავი თერაპიაზე კოვიდამდე პერიოდში მახსოვს რამდენიმე თვის განმავლობაში დავდიოდი თბილისში და ძალიან საინტერესო იყო პირველად რაღაცნაირად მაშინ მივხვდი რომ ნამდვილად შედეგის მოტანა შეუძლია თერაპიაზე სიარულს და მომსახურებას მე იყო მამე ჩემი როგორ დაიცვალა ასევე ძალიან ძლიერი სტრესის ფონზე გადავწყვიტე მაშინ ხელზე ორიენტირებული თერაპია ასე ვთქვათ მივიღე
1 წლის განმავლობაში და რაღაც ისე ფინანსური გამოწვევებიდან გამომდინარე მე შევწყვიტე და ახლა მადლობა ღმერთს ისევ გავაგრძელე გეშტალტის მიმართულებით და აი შენ ძალიან სწორად თქვი რომ აი ეს რაღაც ერთგვარი ქიმია უნდა შედგეს სპეციალისტსა და პაციენტს შორის და აი ზუსტად ეგეთი რაღაც მოხდა ჩვენ შორის და ვარ ძალიან ბედნიერი იმიტომ რომ ეხლა მგონია რომ მართლა დავხურავ ძალიან ბევრ თემას ჩემში და ბევრ კითხვას თუნდაც და გაუგებრობას და რაღაც შინაგან კონფლიქტს მოეღება ბოლო ერთხელ და სამუდამოდ. შესაძლოა ცოტა გრძელი პროცესი იყოს, მაგრამ ამაზე სწორი გადაწყვეტილება არ ვიცი, ბოლოს როდის მივიღე აღარ მახსოვს რა. რაც შეეხება ორგანიზაციული, ვთქვათ, ფსიქოლოგია, ორგანიზაციულ ფსიქოლოგიას, ალბათ ძალიან კარგი იქნება, რომ სხვადასხვა სამსახურში მოკლედ არსებობდეს პერიოდულად ასეთი ტიპის შეხვედრები და ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, რომ სტრესის მართვასთან, ემოციური ინტელექტის განვითარებასთან, მით უმეტეს ინდივიდუალური სერვისის მიღება, ხო, რომ შესთავაზოს კომპანიებმა იქნებოდა არაჩვეულებრივი და ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენი პროდუქტიულობა, ჩვენი შრომის უნარიანობა ნამდვილად უფრო იზრდება, როდესაც ჯანმრთელი ფსიქიკა გვაქვს. კი ბატონო, ნამდვილად, ხო. და აი, თქვათ, შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგები არიან ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები, ხო? ანუ ადამიანურ რესურსებს, ტალანტებს, რა ვიცი, სხვადასხვანაირად ეძახიან, მაგრამ ანუ შრომით ურთიერთობების მოგვარებაში ეხმარებიან ადამიანებს და ისინი ასრულებენ ხოლმე კიდევაც ამ როლს ორგანიზაციაში, რომ არიან ფაქტიურად ხიდი მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის და არიან ის ადამიანები, ვისაც თანამშრომლები ენდობიან და თქვათ უზიარებენ მათ ან წუხილს, ან რაღაც ტიპის პრობლემის მოგვარება თუ ჭირდებათ, ეს ადამიანები ორგანიზაციაში ნამდვილად ამ როლს ასრულებენ ხოლმე და ეს პრაქტიკული ფსიქოლოგიის მიმართულება, ეს შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, რომელიც ეხლა ძალიან განვითარებულია სხვათა შორის. ხო. აი ეს ჩემი ბოლო გადაწყვეტილება რომ თერაპიაში ისევ დაბრუნებულიყავი, იყოს ზუსტად გადაწვა ერთგვარად. აი ერთ-ერთი ეგ არის აქტუალური, რომელსაც მე რაღაცა რიგი პრობლემები მოიტანა და რაღაც მაგან მიბიძგა რომ აბატასო, ეხლა ცოტა უფრო ორგანიზებულად, შეიძლება ცოტა ხანგრძლივადაც, მაგრამ შედი ისევ ამ პროცესში რომ ბოლომდე რაღაცები ასე ვთქვათ მიიყვანო. ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს პროფესიული გადაწვა ერთ-ერთი აქტუალური თემაა. და ორგანიზაციები და მენეჯმენტი აი სწორედ ფსიქოლოგებისგან იღებენ თქვათ რეკომენდაციებს რომ რა უნდა გააკეთონ იმისთვის რომ აი ეს გადაწვა თანამშრომლებს არ დაემართოს ხო რომ აი მაგალითად ადრე ითვლებოდა ძალიან დიდ ასე ვთქვათ პოზიტიურ მახასიათებლად რომ აი დიდი ხანია შეგულება არ აუღია თანამშრომელს რომ აი როგორი თავდადებული შრომელია მაგ და ეს მოწონდა კიდევაც მენეჯერებს მაგრამ ესე რომ თუ შევხედავთ, არ უნდა დავუშვათ. შეიძლება ადამიანი იყოს მზარდ იმისთვის, რომ განუწყვეტლივ იმუშაოს, მაგრამ მენეჯმენტი უნდა ზრუნავდეს იმაზე სწორედ, რომ ადამიანს აი ეს პაუზა უნდა კონდეს, სადაც მოახერხებს ამ ძალების აღდგენას, რომ ეს გადაწვა არ დაემართოს, ხო? ამიტომ აი ეს თუნდაც ის ორდღიანი დასვენები, რომელიც არსებობს და კანონმდებლობით უკვე არის განსაზღვრული, ისევე შვებულება, რომელიც ეკუთვნის, უნდა აიღოს თანამშრომელმა აუცილებლად და მას ჭირდება ძალების აღსადგენად, რომ ეს გადაწვა არ მოხდეს. ხანდახან როცა რამდენიმე სამსახური გაქვს, ძალიან რთული არის, რომ შენ თვითონ მართო ეს პროცესი. და მაშინ ადამიანი თვითონ და აცნობიერებდა, რომ თუ გინდა რომ ხანგრძლივ დროზე გათვლილად იყოს შრომის უნარიანი, აი ეს ხო მთელი რესურსი არ უნდა მივახარჯოთ ხოლმე ხო რაღაცნაირად აი ეს პაუზები იმაში გვეხმარება რომ მე თუნდაც რატომაც თქვათ მრავალ ადგილზე საქმდებით ხო რომ ეს ხანგრძლივ დროზე გათვლილად შევძლოთ ამიტომ ეს გჭირდება ხო ეკოლოგიურები და მნიშვნელოვანია ხო ისეთი ლოიალურები უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ პირველია ეგ რომ ჩვენი თავის ხოთა შორის აი ფსიქოთერაპევტთან შეიძლება იმიტომაც არ მიდის ბევრი ადამიანი რომ აი თავის თავზე ზრუნვის კულტურაც არ არის რა ხო რა ვიცი აი ცოტა მე ვფიქრობ რომ ეგ თემაც არის ჩვენთან გარდა იმისა რომ ახლა ფსიქოთერაპევტთან გიჟები დადიან ხოლმე ამ აქ სტერეოტიპის მიღმა ისიც რომ მე ჩემი თავი უნდა პრიორიტეტულად მქონდეს და ვიზრუნო როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ისე
ვთქვათ, მენტალურ ჯანმრთელობას და ამ მენტალური ჯანმრთელობისთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ჩვენ თავს დაუთმოთ ხოლმე თავისუფალი დრო იმისთვის, რომ აი ეს ენერგიების აღდგენა მოხდეს. დიასახლისი მაგალითად საერთოდ არ მუშაობს, მაგრამ ყველაზე მოწყვლადია გადაწვისთვის. იმიტომ რომ მრავალფუნქციურია და ფაქტიურად თავისთვის შეიძლება მთელი 24 საათში 5 წუთი არ დახარჯოს. კი, ესეა. ხო. და ეს ფსიქოლოგიურადაც ახდენს გავლენას, იმიტომ რომ ადამიანი როდესაც მიზანმიმართულად თავისთვის აი დედებს რეკომენდაციას უწევენ ხოლმე, ეგრეთ წოდებული me time ქვია, რომ ჩემი დრო, ხო, რომ მიზანმიმართულად 5 წუთი მაინც შენ რაც ქსიამოვნებს, შენი თავისთვის გააკეთე რაღაც. ხო, დაჯექი ყავა დალია ისე რომ ფანჯარაში იყურები თქვა, თან წაიკითხე რაღაც ორი გვერდი, შენ რაც გიყვარს ისან გაიარე, სადღაც გადი სახლიდან გაიარე. აი ეს 5 წუთი, მაგრამ საკუთარი თავის მნიშვნელოვნებას, პატივისცემას, ამას გამოხატავს და აქედან იწყება მე, რომ ჩვენ ჯანსაღ ურთიერთობაში ვართ მე სხვებთანაც. კი. ნამდვილად ესეა. კარგი, ჩემოთია, მოდი ბოლო სტერეოტიპი ამოვიღოთ. და რაღაც საინტერესო გვაქვს. ფსიქოლოგებს პრობლემები არ აქვს. ახლა თვითონ ფსიქოლოგებს ხო, როგორ ფსიქოლოგები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ასე ვთქვათ, ადრე რო ეს სტერეოტიპი იყო, რომ მასწავლებელი ისე ტუალეტში ხო, რაღაცა ფსიქოლოგსაც გეგონება, ფსიქოლოგებსაც ყავთ ფსიქოლოგები. ანუ ფსიქოთერაპევტებს თუ ამბობთ ახლა კლინიკურს, ხო, სადაც როდესაც თვითონ ადამიანურ ამბავში შეიძლება უფრო მეტად ფლობენ იმ უნარებს, რომ თქვათ თავდაცვის მექანიზმების მიღმა რაღაც ტიპის სირთულეებს გაუმკლავდნენ, მაგრამ არის პერიოდები ცხოვრებაში, სადაც გჭირდება, როდესაც ემოციურად ჩართული ადამიანი არ გაკვალიანებს. შენ თვითონ იმ პრობლემა როდესაც გაქვს, ხო? ემოციურად ხარ ჩართული და ვერ ახერხებს სწორი კითხვების დასმას თუნდაც, ხო? შენი თავისთვის რომ სწორ გზას დაადგე. ანუ დაუბრუნდე იმ დაბალანსებულ სიტუაციას. აი, რასაც ესეთი ტრავმული შემთხვევები, თქვათ, ან პრობლემული შემთხვევები ჩვენში ახდენს, არის რომ აი ამ ბალანსს გვირღვევს, ხო? აი, ჰარმონიას არ ღვევს ჩვენში და ვეღარ ვართ ისე კარგად. ხო ესეა? ხო და აი ამ ბალანსის დასაბრუნებლად სწორი კითხვებით უნდა დავბრუნდეთ, რომ გავიგო, რომ ეს პრობლემა რატო აისახება ესე მნიშვნელოვნად ჩემზე, რომ ფუნქციონირებაში მიშლის ხელს, თქვათ, ხო? და ის სწორი კითხვები რომ დავსვა, შეიძლება ვერ მოვახერხო მე როცა ემოციურად ვარ ჩართული და ის სხვა ადამიანი, რომელიც ფსიქოთერაპევტი მაგალითად, იგივე იმ ფსიქოლოგისთვის, ემოციურად არ არის ამ ამბავში ჩართული და ის სწორ კითხვებს გისვავს, რომ აი სწორ გზაზე გაყენებს. ის არ აგვარებს შენს პრობლემას, ის გეხმარება, რომ შენ მოაგვარო შენი პრობლემა. ხო, მაგრამ აი როცა ემოციურად ვართ ჩართულები, რთულია ხოლმე. თან ერთია რომ ემოციურად ვართ ჩართული, მეორეა რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი პერსპექტივიდან ვხედავთ ამ ჩვენ პრობლემას. და ის სხვა ადამიანი გარედან გვეხმარება, რომ ცოტა კიდე გვერდიდან შეგვახედოს ამ პრობლემაზე. ხო, და აი ეს ხდება ხოლმე დამხმარე იდეაში. ხო, და ამიტომ ფსიქოლოგებსაც სჭირდებათ ფსიქოთერაპევტები. ხო, და შესაძლოა ისინიც ბრაზდებოდნენ, აუცილებლად კონფლიქტებიც აქვთ. ანუ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ხო? და ეხლა კიდე ერთი უნდა ვთქვათ, ხო, ისევე როგორც ანუ შენ როდესაც თუნდაც ფსიქოთერაპევტიც რომ იყო, იმ ფსიქოთერაპიას რა კიდე პროფესიული როლიდან ხარ იქ და ეხლა პირად ცხოვრებაში ან ჩვეულებრივ ქუჩაში თუ ხარ, იქ ხო ფსიქოთერაპევტი არა ხარ, იქ ხარ მოქალაქე, იქ ხარ ოჯახის წევრი, იქ ხარ მეგობარი, იქ ხარ ვიღაცა და ის კონფლიქტია თუ გაბრაზებაა თუ გიხარია თუ რაც არის ჩვეულებრივი ადამიანი ხარ იმ სხვადასხვა სოციალური როლიდან და ეს ფსიქოლოგობა და ფსიქოთერაპევტობა ვთქვათ არის პროფესიული როლი და იმას როცა ასრულებ, რა თქმა უნდა, პროფესიონალი მაშინ ხარ თუ იმ ყველა წესებს იცავ და ისე აკეთებ ამ საქმეს და თუ კი ახლა სამსახურში არა ხარ, მაშინ ხო არ იცავ იმ წესებს ისედაც, ხო? ხო. თუმცა ალბათ რაღაცა მეტად გაცნობიერებული ხარ. კი, ნამდვილად. როცა ამ სფეროში წარმოადგენ და შესაბამისად იცი რა ინსტრუმენტები გამოიყენო. ნამდვილად ეგრეა. ანუ ხო, თქვა არაფსიქოლოგისგან განსხვავებით ის არის, რომ
როდესაც სიტუაცია არის რთული და მნიშვნელოვანი შენთვის შედეგის თვალსაზრისით, მინიმუმ შეგიძლია დაფიქრდე, რომ რა შემიძლია ახლა გავაკეთო და შენ მოიძიო ის ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარება ამ სიტუაციაში, თქვათ, სასურველი შედეგის მიღებაში. აი, მაგალითად, რომ მოусმინო. კი ვარ ახლა გაბრაზებული, მაგრამ აქტიური მოსმენა უნდა გამოვიყენო ახლა იმისთვის, რომ ეს შედეგი მივიღო და ამას მიზანმიმართულად გააკეთებ, თქვათ და თუ ამ ინფორმაციებს არ ფლობ, თქვათ, ხო? მაშინ შეიძლება ადამიანი სტიქიურად, სპონტანურად და რეაქციულად მოქმედებდეს. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, იმ ფსიქოლოგებსაც სჭირდებათ იმის მეცადინეობა, რომ არ იყვნენ რეაქციულები და რაციონალურად იმოქმედონ, როცა საჭიროა. ხო. კი ბატონო. თქვენ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. იმედი მაქვს ძალიან ცოტა ვილაპარაკეთ თერაპიაზე, ცოტა ვილაპარაკეთ ორგანიზაციული განვითარების ფსიქოლოგიაზე. ახალგაზრდებს მოუწოდებდი ისე, რომ ძალიან საინტერესო პროფესია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ძალიან გამოყენებითია ეს ფსიქოლოგია და დღევანდელ დღეს უკვე ბევრი შესაძლებლობაა, რომ ფსიქოლოგი დასაქმდეს, ხო? ამიტომ მოუწოდებ, რომ აირჩიონ ეს პროფესია ნამდვილად. ბევრი მიმართულება აქვს და ხო. შენ რამ გიბიძგა, რომ ამ მიმართულებით წასულიყავი ცხოვრებაში? ეს თავიდან შენი არჩევანი იყო თუ მე? არქიტექტორობა მინდოდა თავიდან და მე თოიძეში სამხატვრო სასწავლებელში ვსწავლობდი იმისთვის, რომ უნდა მე არქიტექტურულზე ჩამებარებინა, მაგრამ მე იქ აი ეს რაღაც ფსიქოლოგიასთან უფრო დავახლოვდი ლიტერატურით, ასე ვთქვათ და შემოქმედება და აი ეს ფსიქოლოგია გავაერთიანე ჩემი აზრით და გადავწყვიტე, რომ უნდა გამოვსულიყავი ფსიქოლოგ დიზაინერი. μικρό საინტერესოა. ხო, და ამისთვის ჩავაბარე. აი, ეხლა რასაც დიზაინერები აკეთებენ ფაქტიურად, ინტერიერის დიზაინს გულისხმობ. ხო, რომლებიც ინტერვიუს იღებენ ჯერ იმ ადამიანებისგან, ვის სახლის დიზაინიც უნდა გააკეთონ, ხო? სწავლობენ თუ რა მოწონთ, როგორი ცხოვრების სტილი აქვს და იმაზე დაფუძნებით მე ვთქვათ, ურჩევენ ფერს, ფაქტურას რა და ეს იყო ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი, იმიტომ რომ იყო რაღაცნაირად კომბინაცია ხელოვნების და ფსიქოლოგიის და ამიტომ ჩავაბარე მე ფსიქოლოგიურზე და ვიცოდი რომ აი ზუსტად ეს შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით, ოღონდ აი ეს დიზაინის თვალსაზრისით. თუმცა ხო რაღაცა დიზაინერი არ გამოვედი, ჰობის დონეზე მაქვს ეს საქმე ხო, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ის ფსიქოლოგია არ შევცდი და ნამდვილად სწორად ამირჩევია, ეს ის არის, რაც მაინტერესებს და ეს შრომით ურთიერთობებში ადამიანების, ასე ვთქვათ, დახმარება ასევე ძალიან სასიამოვნოა. ეხლა მაინც იქიდან გამომდინარე, რომ ტრენერ-კონსულტანტი ვარ 20 წელზე მეტია, აი სწავლება არის ჩემი, ასე ვთქვათ, უფრო მთავარი პროფესია. და ლექტორიც ვარ ახლა და სწორედ ადამიანის რესურსების მართვას ვასწავლი, ორგანიზაციულ ქცევას ვასწავლი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანები ცხოვრების დიდ ნაწილს ორგანიზაციაში ატარებენ, ხო, სამუშაო ადგილზე და იქ არის ბევრი პრობლემები, რომლის გადალახვაც უწყევთ და აი ამ მიმართულებით ორგანიზაციას როგორ შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს, რომ პრევენცია გააკეთოს, თქვათ იმის, რომ აი გადაწვა არ დაემართოს, ან როგორ შეუწყოს ხელი, რომ დემოტივირებული კი არ იყოს, არამედ პირიქით მოტივირებულმა აკეთოს თავის საქმე, როგორ დაეხმაროს, რომ აღმოაჩენინოს ახალი პოტენციალი, თქვათ, ხო ისეთი, რომელიც სულ გამოწვევა, თქვათ, იქნება ორგანიზაციაში ადამიანისთვის, ხო? ეს სამუშაო პროცესი გუნდში როგორ უნდა იმუშაონ. ძალიან საინტერესოა თავისთავად ის დინამიკა, რომელიც ორგანიზაციაში მიდის და ამიტომ ეს საინტერესო არის ჩემთვის. ძალიან კარგი გისურვებთ წარმატებას. მადლობა თქვენც ასევე. ბევრ ორგანიზაციასთან მუშაობას. მადლობა. სტუდენტებს შენს ფაკულტეტზე და ჯანმრთელობას. დიდი მადლობა თქვენც ასევე და იმედი მაქვს, რომ ეს სტერეოტიპები კი სულ არსებობს, მაგრამ ის ძველი სტერეოტიპები, რომელიც რომელიც გამიხილეთ, მე იმედი მაქვს, რომ უკვე წარსულს ჩაბარდება. მეც მაქვს იმედი. აბა დროებით შევხვდებით საინტერესო ადამიანს
შემდეგ პოდკასტში საინტერესო თემით.